რას ამბობს სენთჰეგენი დვალიშვილზე? კომენტარები ბრძოლის წინ. რა ჯილდო გადასცეს დვალიშვილს და ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. თავიდან მოკლედ შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ტიტულს კორი სენთჰეგენთან დაიცავს. ბრძოლის წინ ორივე მებრძოლმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. თუმცა მათ მოსმენამდე მოკლედ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურზე, სადაც რამდენიმე ქართველმა ითამაშა. ჩვენთვის ყველაზე გამორჩეული და სასიხარულო იყო ვილიარეალის და იუვენტუსის დაპირისპირება, რომელიც 2-2 დამთავრდა. ამ შეხვედრაში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. ეს მისი სადებიუტო გოლი იყო ჩემპიონთა ლიგაზე. ქართველი მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობდა და ერთ-ერთი მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ის 76 წუთზე შესვალეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველის თამაშს ესპანურ მედიაში არაერთი დადებითი შეფასება მოჰყვა. ვილიარეალს კი ჩემპიონთა ლიგის ორ ტურში 1 აქვს და მომდევნო ტურში მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. თუმცა მანამდე 4 ოქტომბერს ლა ლიგაში მადრიდის რეალს დაუპირისპირდება. რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ჩემპიონთა ლიგის ამ ტურში ჩვენთვის კიდევ ერთი კარგი ამბავი მოხდა. ლივერპულის და გალათასარაის შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მყოფმა ალისონმა 55 წუთზე დაზიანება მიიღო და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. აღსანიშნავია, რომ გიორგი პირველი ქართველი მეკარეა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, ხოლო სულ 20-მე ქართველი. მამარდაშვილს ამ დროში ბევრი საქმე არ ჰქონდა, რადგან გალათასარაის შეტევა არ გამოსდიოდა. შესაბამისად, მამარდაშვილს მოგერიება არ ჰქონია. რაც შეეხება ალისონს, Sky Sports-ის ინფორმაციით ის ჩელსისთან შეხვედრას და სანაკრებო პაუზას გამოტოვებს. შემდეგ შეხვედრებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას სამედიცინო სტაფი მიიღებს. ამრიგად, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მამარდაშვილს 4 ოქტომბერს ინგლისის პრემიერ ლიგაში დებიუტი ჩელსის წინააღმდეგ ექნება. ამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრებთან ერთად თურქეთს და ესპანეთს დაუპირისპირდება. შესაბამისად, ქართველ მეკარეს წინ მინიმუმ 3 ურთულესი შეხვედრა ელოდება. ამ პერიოდში თუ ალისონი არ გამოჯამრთელდა, გიორგი 19 ოქტომბერს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგაც ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის ამავე ტურში კიდევ ერთი ქართველის დებიუტი შედგა. გიორგი ზარიამ მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშა. ქართველის კაირატი მადრიდთან 5-0 განადგურდა. ქართველი ნახევარმცველი ამ შეხვედრაში მე-80 წუთზე ჩაერთო. ამ მცირე დროში კი ის ბურთს მეტოქის საჯარიმოში მხოლოდ ერთხელ შეეხო. მის ანგარიშია ერთი წარმატებული დრიბლინგიც. კაირატი შემდეგ ტურში პაფოსს დაუპირისპირდება. გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი კი ნაპოლის დაუპირისპირდა და 2-1 დამარცხდა. სამწუხაროდ ამ შეხვედრაში ქართველს მონაწილეობა არ მიუღია. სპორტინგი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში მარსელს უმასპინძლებს და იმედია, რომ თავის შანსს ქართველიც მიიღებს. ქუჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი კი ბარსელონას ესტუმრა და იმის მიუხედავად, რომ ლიდერების უმრავლესობა ტრავმირებულია, მეტოქე 2-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლიდერების გარეშე დარჩენილმა პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონას აშკარად აჯობა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ამ დაპირისპირებაზე და დანაკლისზე ლუის ენრიკემაც ისაუბრა. მნიშვნელოვანი მოთამაშეების არყოფნის მიუხედავად, ერთი და იგივე იდენტობით ვითამაშეთ. მეორე ტაიმი ძალიან მაღალი დონის ჰქონდა. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება, რადგან ბარსელონას წინააღმდეგ სტუმრად თამაში და თანაც მოგება ყოველთვის ასიამოვნოა. ეს შედეგი ჩვენი, როგორც გუნდის თავდაჯერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. გასულ სეზონში ბევრი პრობლემა ჰქონდა. ახლა კი ფეხბურთელების თავდაჯერება გაზრდილია. გსურს, რომ ამ გამარჯვებით დავტკბეთ და ჩვენს გულშემატკივრებს მიუძღვნათ. პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს ლევერკუზენთან გამართავს, თუმცა მანამდე 5 ოქტომბერს ლიგა 1-ში ლილს დაუპირისპირდება. სუსტად, როდის შეძლებენ ქართველი და სხვა ლიდერები მატჩებში დაბრუნებას, ეს ამ ეტაპზე უცნობია. ახლა კი დაუბრუნდეთ UFC-ს და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლას. ქართველმა და მისმა მეტოქემ კორი სენთჰეგენმა UFC-ს მედია დღეზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს მერაბ დვალიშვილმა 50 სუფთად ჩაბარებული დოპინგ ტესტისთვის პრომოუშენისგან სპეციალური ქურთუკიც მიიღო. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო კომენტარებს ამ შეხვედრიდან. ჩემს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ვერსიას იხილავთ. სენთჰეგენი ძლიერი მებრძოლია, მას პატივს ვცემ. ძალიან სერიოზულად ვემზადებოდი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მე საკუთარ თავზე ვარ კონცენტრირებული. არ ვუყურებ მის ჩხუბებს. ყოველდღიურად ბევრს ვშრომობ და ამიტომ დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში. იქნება თუ არა კორი ჩემი ყველაზე რთული ოპონენტი? ეს ნამდვილად ასეა. ის ძალიან სახიფათოა. მუხლებით დარტყმები, საბმიშენები, კარგი კარდიო აქვს. კარგად იცავს თავს თეიქდაუნებისგან და სწრაფად დგება ფეხზე. სენთჰეგენი გამოცდილია, მაგრამ მისი მეტოქე მე ვიქნები. ყველამ ვიცით, რომ ერთ დარტყმას და ილეთს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ვაცნობიერებ, რა საფრთხეები იქნება მისი მხრიდან, მაგრამ ამავდროულად უნდა გავაკეთო ყველაფერი, რაზეც ვარჯიშობდი. ჯერა რომ ჩემთვის საღამო კარგად დასრულდება. თუ ამ ჩხუბს მოვიგებ, წლის საუკეთესო მებრძოლად უნდა დამასახელო, თუმცა მე ამაზე არ ვფიქრობ.
ჯანმრთელი და მოტივირებული ვარ. მიყვარს ორთაბრძოლები და ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო. პედაკორის არ გჭირდება ერთმანეთზე შეურაცხმყოფელი საუბარი. თუ ასეთი რამ ბუნებრივად ხდება, მაშინ სხვა საქმეა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტრეშ-ტოქი არ გქონია, ორთაბრძოლების ნამდვილი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ამ ჩხუბს, იმიტომ რომ ეს საინტერესო იქნება. რაც შეეხება ქურთუქს, ამის მიღება მინდოდა. დახლა უკვე აქ მაქვს. ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო. ყველაზე უცნაური ადგილი კი, სადაც UFC-ს დოპინგ ოფიცერები მოვიდნენ, ეს პირველ ჯერზე იყო, 2019 წელს, როცა ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ. რესტორანში ვიყავი და საპირფარეშოში წასვლა მოგვიწია. შემდეგ იყო კალიფორნია და სხვა შტატები. მერაბი დგომში ჩხუბს გეგმავს, ყველას აქვს გარკვეული გეგმა, სანამ სახეში მუშტი მოხდებათ. ნახოთ მოინდომებს თუ არა ის დგომში ჩხუბს. 2-3 რაუნდის შემდეგ. თუ კარიერას ისე დავასრულებ, რომ ჩემპიონი ვერ გავხდები, საკუთარ თავზე ძალიან გაბრაზებული ვიქნები. ასე რომ, ჩემპიონობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად არ ვფიქრობ, რომ ეს ბოლო შანსია. მერათან ჩხუბი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მას ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად მიიჩნევენ. იმისთვის რომ მეტი აღიარება მოვიპოვო, მერაბის დამარცხებაა საჭირო. კაცებს შორის ამერიკას მოქმედი ჩემპიონი არ ჰყავს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. უმარ ნურმაგომედოვი ჭიდაობაში მერაბზე უკეთესი თუ არა, მას არაფრით ჩამოუვარდება. ახლა ვიცი რომ ამ დონეზე ჭიდაობა შემიძლია. საჩემპიონო ჩხუბისთვის მომზადება უფრო სასიამოვნო იყო. მწვრთნელები ჩვეულებრივზე უფრო მეც ითხოვდნენ ჩემგან და მეც უფრო მეც მუშაობდი დარბაზში. ასეთი ძლიერი ოპონენტისთვის მომზადებამ ახალ დონეზე ამიყვანა. კემპმა იდეალურად ჩაიარა. აქვე გეტყვით რომ მერაბ დვალიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში UFC-სგან მიღებულ პირველ ბონუსზეც ისაუბრა. ეს სახალისო ისტორია ქართველმა დემეტრიუს ჯონსონთან გაიხსენა. UFC-ში გამართული პირველი ბრძოლა წავაგე. სოციალური უსაფრთხოების ნომერი არ მქონდა და ძალიან მცირე ჰონორარი მომცეს. როგორც მახსოვს, $7,000. საჩხუბრად ნიუ-იორკიდან კალიფორნიაში ჩემი მანქანით ჩავედი. ძალიან ძველი და ცუდი ავტომობილი მყავდა, რომელიც გაფუჭდა და ახალი ვიყიდე. პირველი ანაზღაურება სწორედ ამაზე დავხარჯე. მეორე ბრძოლაში UFC-სგან ბონუსი მივიღე და სიგიჟე გავაკეთე. $50,000-იანი ბონუსი მომცეს, რასაც ორთაბრძოლისთვის მიღებული $10,000 დაემატა. უცებ გავმდიდრდი. ჯამში $60,000 მქონდა. ამდენი ფული ცხოვრებაში არ მენახა და მშენებლობაზე მუშაობას მაშინვე დავანებეთავე. ბონუსებიდან მწვრთნელებს თავიანთი წილი გადავუხადე. მენეჯერმა 10% წაიღო. 2 ძმა მყავს და თანხის დიდი ნაწილი მათ გავუგზავნე. ძვირადღირებული მანქანაც ვიყიდე და ფული 6 თვეში გამიქრა. არც კი ვიცოდი, რომ გადასახადები უნდა გადამეხადა. საკრედიტო ბარათებით სარგებლობა დავიწყე. ცხოვრებაში ვალი არ მქონია, მაგრამ სამსახური დავტოვე და ყველა თანხა დავხარჯე. რა მექნა? შემდეგ ორთაბრძოლაში გავიმარჯვე და კონტრაქტით გათვალისწინებული 20,000 მივიღე. მაგრამ ეს თანხა გადასახადებში გადავიხადე და ისევ მშენებლობაზე დაბრუნება მომიწია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის და კორი სენთეგენის დაპირისპირება 5 ოქტომბრის დილას გაიმართება. თქვენ კი შანსი გაქვთ. ამ ბრძოლის დახმარებით მერაბის პერსონალური შორტი მოიგოთ მისივე ხელმოწერით. ამისთვის უბრალოდ უნდა შეხვიდეთ ოქტაგიარის ან Newsmakers-ის Instagram და Facebook გვერდებზე და გაეცნოთ გათამაშების მარტივ წესებს. თქვენ უბრალოდ უნდა გამოიცნოთ მერაბის ტეიქდაუნების რაოდენობა და შეასრულოთ გათამაშების ყველა წესი. ასე რომ არ გამოტოვოთ ეს შანსი. აქვე, თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დალაიქე, გამოიწერი არხი და ჩართე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლოვე.